წარუდგინეთ ჩვენი საქმიანობის ანგარიში 2020 წლისა უმაღლესი საბჭოს წინაშე. ძალიან საინტერესო პროცესის ფარგლებში გაიმართა ეს დებატები, ანგარიშის გაზიარება, პრიორიტეტები გასულ წელს იყო სოციალური პოლიტიკა ჩვენი და უზრუნველყოფა ჩვენი საზოგადოების გასული წლებთან შედარებით ჩვენი ანგარიშის სტრუქტურა არის შეცვლილი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გასული წლის განმავლობაში იყო დაახლოებით 8%, 2020 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გავზარდეთ ეს ნაწილი 23%-მდე და დავსახეთ, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმები და გვინდა რომ ჩვენი საქმიანობის ფარგლებში გავზარდოთ ეს მაჩვენებელი 40%-მდე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეპუტატების ჩართულობა და შეფასებით ნაწილში ამ ანგარიშისა. ანგარიში იყო მოწონებული, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ კრიტიკულ საკითხზე, რომელიც იყო გამოთქმული დეპუტატების მიერ და აუცილებლად ავსახავთ ამ ცვლილებებს, ამ პოზიციას ბიუჯეტში და ჩვენ პროგრამებში. ყველა ფრაქცია, ყველა კომიტეტი ყურადღებით გაეცნო ანგარიშს და გამომდინარე აქედან გაიმართა ძალიან სერიოზული, ძალიან საქმიანი დისკუსია. კოლეგებმა უპირველეს ყოვლისა აღნიშნეს ის დადებითი ტენდენციები, რომელიც აშკარად გამოიკვეთა მთავრობის საქმიანობაში. ჩვენ უპირველეს ყოვლისა გულისხმობთ საბიუჯეტო პოლიტიკას, იზრდება პროგრამული ნაწილი ბიუჯეტის, პროგრამული ნაწილი 8%-დან 23%-მდე უკვე გაზრდილია და დასახულია ამოცანად, რომ ეს მაჩვენებელი 40%-მდე ავიდეს. ეს რას გვაძლევს? ეს გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი დევნილი დავასაქმოთ. რაც შეიძლება მეტი დევნილი დასაქმდეს არა რაღაც სახელისუფლებო სტრუქტურაში, არამედ ბიზნესში. ეს იმ ბიუჯეტსაც ზრდის, დასაქმების შედეგად, მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად შემოსავლები იზრდება კიდევ ბიუჯეტში და ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც გზითაც ჩვენ იმედია გავაგრძელებთ წინსვლას. იყო ბევრი შენიშვნა, განსაკუთრებით ეს შენიშვნები უკავშირდებოდა 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტების და პროგრამების შეუსრულებლობას, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია. იყო კრიტიკული შენიშვნები განათლების სფეროსთან მიმართებაში, ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებაში. ყველა მიმართულებით ჩვენ ერთობლივად მუშაობთ, ერთმანეთს ვეხმარებით, ვაკრიტიკებთ, რაღაც ხარვეზებს ვეძებთ და თუ აღმოვაჩინეთ, ერთად ვასწორებთ, ასე რომ ეს შეთანხმებული მუშაობა 21 წელსაც გაგრძელდება. მთავრობის ანგარიში ჩემმა კოლეგებმა, უმაღლეს საბჭოს დეპუტატებმა ძირითადად მოიწონეს და დათქმაც გააკეთეს, რომ ღებულობენ ამ ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი იყო უმაღლეს საბჭოს სესიაზე. ეს ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშია და დოკუმენტი ნამუშევარი იყო იმ ღირებულებებზე აქცენტების გაკეთებით, რომელიც გააჩნია დევნილ ხელისუფლებას, საკანონმდებლოს და სამთავრობოს. მაგრამ დღეს საუბარი იყო სამთავრობოზე. მე გამოვთქვი ჩემი ზოგიერთი დამოკიდებულება ზოგიერთი მიმართულებებისადმი. მთავრობას ზოგიერთ საკითხებში არ დავეთანხმე გეგმების შეუსრულებლობის მიზეზად, სადაც პანდემია იყო მოხსენიებული. კი, არის ობიექტური მიზეზები, ამის გათვალისწინება შეიძლება, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით უფრო ინტენსიურად შეიძლებოდა მუშაობა. ეს ყურადღება მისაქცევის საკითხებია. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ ტერიტორიაში მაცხოვრებელი თანამემამულეებისადმი. იყო საუბარი განათლების სამინისტროს ჩართულობაზე იმ პროგრამებში, რომლებიც იქ უნდა ხორციელდებოდეს. ზოგიერთი დადებითი ტენდენცია, ზოგიერთი კიდევ შეუსრულებელი მომენტები. მე მაგალითად ძალიან უარყოფითად შევაფასე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა 2020 წელს. მე თვითკრიტიკულადაც აღვნიშნე, რომ ეს დღეს ანგარიში მარტო აფხაზეთის
მთავრობის მუშაობის შეფასება არ იყო, ეს იყო უმაღლესი საბჭოს შეფასებაც, რამდენადაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და სარეგლამენტო უმთავრესი კომპეტენცია შევამოწმოთ მთავრობის საქმიანობა და ჩვენ თვითკრიტიკულებიც ვიყავით ფრაქციებს, კომიტეტებს, თვით სპიკერაცაც მიეთითა რომ მეტი მომთხოვნელობა და პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ იმ საკითხებისადმი. ამანგარის ვაფასებს დადებითად ვინაიდან მთელი 2020 წელი ჩვენ გამოვიარეთ ეს COVID ინფექცია, პანდემიის პერიოდი. ჩავდივართ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, იქ მინდის გასვლითი პროგრამები ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, სხვადასხვა პროგრამები აქ ვერ ჩამოვთვლი ამას შორს აგვიყვან ძალიან. დევნილთა საქმე და სამინისტროს მხრივ კეთდება ძალიან ბევრი საქმე და გამომდინარე აქედან წარმოდგენილი ანგარიში მე შევაფასე დადებითად. რაც შეეხება 2021 წლის პრობლემებს, რაც ჩვენ ახლა გაგვაჩნია, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის მხრივ. მე მგონია, რომ აქ დამატებით თანხები იქნება საჭირო იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს იმას, როდის გაიხსნება მას საშუალება, რომ ისინი მოხვდნენ კლინიკაში სამკურნალოდ. აი ძირითადში მე ადამიანური ფაქტორი უფრო მაწუხებს, უფრო ის დევნილები, რომლებიც იქიდან არიან გადმოსული ოკუპირებული ტერიტორიიდან, არა აქვს ამას მნიშვნელობა ქართველებია თუ აფხაზები. ჩვენ ერთნაირად ვღებულობთ ყველას რეფერალური პროგრამით აფხაზურ მოსახლეობას და საყოველთაო ჯანდაცვა ეს უკვე ქართველებზე არის გამიზნული. ამიტომ ორმაგი სტანდარტს მე ვეწინააღმდეგები, რომ ერთი დაფინანსდეს და მეორე უფრო ნაკლებად, მე მიმაჩნია, რომ ეს ერთნაირად უნდა მოხდეს მათი დაფინანსება და ამით ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებ.